საღამოშიდობის ეთერში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი ევროპული არჩევანი. დღეს ევროპული არჩევანის თემაა განათლება, უმაღლესი და პროფესიული განათლება საქართველოში. ევროპული საგანმანათლებლო სისტემა, უმაღლესი განათლების ხარისხი დასავლეთსა და ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე წუთში ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით, დღეს უმაღლეს განათლებაზე ვისაუბრებთ და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ოლივერ რაისნერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მოგესალმებით. თეა გერგედავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე ნუგზარ ჩიტაია, უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი. ნინო ლაპიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლიკა ღლონტი, ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ღამბაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. პირველ შეკითხვას დავსვამ ბატონ სიმონთან. ბატონ სიმონ, მუდმივად გვესმის წლების განმავლობაში საუბარი განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ. დღეს ამ წლების შემდეგ, რაც ამ საუბრებს ვისმენთ, თქვენი აზრით, რა ძირითადი პრობლემები რჩება უმაღლეს განათლებაში და ასევე რა გადაიჭრა, რა ძირითადი პრობლემები გადაიჭრა? პრობლემები, რომელიც გადაიჭრა, ძირითადად უკავშირდება გამჭვირვალობას და კორუფციას, რაც ნამდვილად ვიცით, რომ ასე ვთქვათ, ნაკლებია გაცილებით კორუფცია ამ სფეროში. ანუ არის ერთეული შემთხვევები, რომელიც არ ასახავს სურათს, როდესაც უმაღლესები აყალბებენ დიპლომებს, მაგრამ ძირითადად ეს სისტემა მუშაობს, ასე ვთქვათ, გამართულად. ასე მიღწევა არის ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევერთით ევროპულ სივრცეს საგანმანათლებლოს და გვაქვს გარკვეული მიღწევები ამ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ პრინციპში ვასრულებთ პრაქტიკულად ყველა იმ ვალდებულებას, რაც რის შესრულებაც, ასე ვთქვათ, მოგვცემს იმის შანსს, რომ აღიარებული იყოს ჩვენი განათლების სისტემა ევროპელების მიერ და ჩვენ ასე ვთქვათ უნივერსიტეტ დამთავრებულებს ჰქონდეთ ნაკლები პრობლემა ევროპულ სივრცეში ინტეგრირების თვალსაზრისით. ძირითადი პრობლემა, რაც რჩება, არის ხარისხი, ერთი და ხელმისაწვდომობა განათლების. ანუ ხარისხის თვალსაზრისით ჯერჯერობით არ არის მექანიზმები, რომლითაც უმაღლესები, უბრალოდ არ არის თვითმართვადი მექანიზმები, სადაც უმაღლესები საკუთარ ხარისხზე თვითონ ასე ვთქვათ სერიოზულად იზრუნებდნენ, სადაც სისტემა იზრუნებდა საკუთარი ხარისხის გაუმჯობესებაზე, ეს ერთი და მეორე, საკმაოდ ცოტა სკოლა დამთავრებული აგრძელებს სწავლას უმაღლესებში შედარებით სხვა ქვეყნებთან და ეს არის პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით თუ ეკონომიკის განვითარებისთვის. ბატონ ოლივერ, აი ხარისხი, რომელიც მთავარ პრობლემად გამოკვეთა ბატონმა სიმონმა, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პრობლემის დაძლევა დაიწყოს? ეს ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის აი თანამშრომლობა ევროკავშირის უნივერსიტეტებთან ერთად, აი რომ ეს იქნება გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების ჩართულობა სწავლების შეფასებაში მაგალითად მობილურობის სხვადასხვა დონის სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის სფეროებში, რომ აი ახალი ტექნიკები, რომ ეს სასწავლო პროცესი უფრო უკეთესად არის ორგანიზებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს ჩართვა კვლევებისა იმაზე სწავლის პროცესშიც. კაბოტონი თეა წარმოადგენს თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, თეა რას თავაზობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დღეს სტუდენტს და რასაც თავაზობს არის თუ არა ეს მიახლოებული ევროპულ სტანდარტ? დიდი მადლობა მოწვევისათვის სტუდიაში. პირველ რიგში გამოვეხმაურებ ბატონი ოლივერის წინადადებას. ჩვენ ნამდვილად ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მან ახსენა, როგორც საშუალება ხარისხობრივად დავემსგავსოთ ევროპულ უნივერსიტეტებს. ეს არის სტუდენტების გაცვლები, პროფესორ მასწავლებელთა გაცვლები, ასევე
ადმინისტრაციის თანამშრომლების მოკლევადიანი მივლინებები და აქტიური საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს ჰყავს 300 და ცოტათი მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი, რომელთანაც ჩვენ სხვა ტიპის ღონისძიებათა ერთობლივ აქტივობას ვახორციელებთ, რითაც ვცდილობთ ხარისხობრივი ცვლილება განვახორციელოთ უნივერსიტეტში. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხარისხი რჩება პრობლემად. ანუ ეს არ არის საკმარისი, თუ ამას სჭირდება დრო, რატომ რჩება ხარისხი ამდენი წლის განმავლობაში კვლავ პრობლემა? ამას სჭირდება დრო, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ჯერთი უმაღლესი განათლება ძალიან ისეთი სწრაფად შედეგის დანახვა უმაღლეს განათლებაში ცოტა რთული არის, ნამდვილად სჭირდება ამას დრო, გარდა ამისა ძალიან ბევრი მუშაობა და გარდა ამისა რეფორმა უმაღლეს განათლებაში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ ნამდვილად გვაქვს წინსვლა და უნივერსიტეტში ნამდვილად შემიძლია, რომ ყოველი შემდეგი სემესტრი რაღაცა სიახლით ხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებს და ეს სიახლე აუცილებლად პოზიტიურია. იმედი მაქვს, რომ ეს სტუდენტების ჩართულობა დღითი დღე პრინციპში იზრდება ამ ღონისძიებებში, განსაკუთრებით იმ სტუდენტებისა, რომლებიც საზღვრად სწავლობდნენ ჩვენ სხვა გასვლითი პროგრამებით ერთი სემესტრი ან სემესტრზე მეტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენი სტუდენტები საზღვრად ყოფნისას იღებენ, როგორღაც დავნერგოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასაგებია ბატონო გზავ, აი ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად არის საუბარი და თქვენც მინდა გკითხოთ, პრინციპში გავიმეორო ის შეკითხვა, რაც ბატონ ოლივერსაც დაუსვი, რა არის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს უმაღლეს განათლებას? ამისთვის ალბათ ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი, მაგრამ დღეისათვის ის რაც სამინისტროს ეგიდით კეთდება, ეს არის ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბოლოს დაიწყო პროგრამული აკრედიტაცია, ანუ ხარისხის შემოწმება უმაღლეს სასწავლებელს თუ როგორია სწავლება, როგორია მიღწეული შედეგზე გასვლა და რამდენად ეს მისაღებია სტუდენტებისათვის. მეორეს მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ამისი არის გაცვლით პროგრამებში თანასწორობის დადგენა. ჯერჯერობით რეალურად ბევრად მეტი განსვლელია საქართველოს საზღვარგარეთ სწავლისათვის, ვიდრე შემოსვლელი. ინფორმაციისათვის დღეისათვის უმაღლეს სასწავლებელში, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს 2000-მდე უცხოელი სტუდენტი. მათი ასე ვთქვათ რაოდენობა, ეს იყოს დადი რიცხვია და მათი რაოდენობა თავისთავად თხოვლობს ხარისხის მომატებას და თავისთავად უნივერსიტეტების ხარისხი მატულობს. არ შეიძლება არ დავეთანხმო ქალბატონ თეას, რომ სასწავლო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მდოროდ მიმდინარე პროცესია, მასში სწრაფი ცვლილებები სწრაფ შედეგს ვერ მოგცემს და ეს გარკვეული დრო მართლაც სჭირდება იმას, რომ სისტემა დარეგულირდეს და მოხდეს მისი ასე ვთქვათ აღდგენა. მეორე მხრივ ის რაც შეეხება პროფესორ მასწავლებელთა და ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ეს არის მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე, სწორედ მუშაობს ეროვნული ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდი, რომელიც სწორედ ასეთ გაცვლით პროგრამებს თავაზობს. მათი ერთ-ერთი აქტივობა ის არის, რომ აიწიოს სამეცნიერო პოტენციალი პროფესორ მასწავლებლების და მეცნიერ თანამშრომლების, გაიზარდოს დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩაბმულობა სამეცნიერო მოღვაწეობაში და არც თავარია გაცვლითი ურთიერთობის პროგრამების დამტკიცება. ერთ-ერთი არის საქართველოს ქართველი მოღვაწეების, რომლებიც საზღვარგარეთ წარმატებული მეცნიერები არიან, მათი მოწვევა როგორც თანახელმძღვანელები. ასეთი ვთქვათ აქტივობები აუცილებლად მოიტანს თავის შედეგს და დანერგავს იმ წამყვან პოზიციას, რაც საჭიროა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის სივრცეში დავიკავოთ სათანადოდ წამყვანი ადგილი. გასაგებია ბატონ სიმონი თქვა, რომ დროს აქვს ნიშნულობა, როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრით, მიდის თუ არა სწორი მიმართულებით ეს რეფორმები? გასაგებია დროსთან დაკავშირებით, შეიძლება შევთანხმდეთ, შეიძლება ვერა, მაგრამ რამ მიმართულება რამდენად სწორია აღებული უმაღლეს განათლებაში? ნუ არის რაღაც მიმართულებები, რაც ალბათ სწორია და არის რაღაც მიმართულებები, რაც ნაკლები ყურადღება ექცევა. მაგალითად, აკრედიტაცია კარგია რომ არსებობს და რაღაცნაირად განაწყობს უნივერსიტეტებს, რომ იზრუნონ ხარისხზე, მაგრამ არ არის ჩემი აზრით უფრო სასარგებლო იქნებოდა ისეთი ასოციაციების შექმნის ხელშეწყობა, სადაც უმაღლესები თვითონ იქნებოდნენ დაინტერესებული საკუთარი თავის გაუმჯობესებაში და ისინი არ იქნებოდნენ მაინც და მაინც ერთმანეთის კონკურენტები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ითანამშრომლებდნენ ვთქვათ იგივე კვლევების განვითარებაში და სხვა. დღევანდელი სისტემა რაღაცნაირად აცალკევებს უმაღლესებს და სამწუხაროდ საქართველოში
იმდენი კვლევითი პოტენციალი არ არის, რომ ასე ვთქვათ 60-ზე მეტ უნივერსიტეტში მკვლევარები იყვნენ, ასე ვთქვათ, გაშლილები და შემდეგ თან ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და ვთქვათ, აქ საჭიროა ჩემი აზრით იმაზე ფიქრიც, როგორ შეიძლება ითანამშრომლონ. ჩვენი სისტემა პრინციპში აგებულია კონკურენციის პრინციპზე, რომ ყველა უნივერსიტეტი ცდილობს, რომ გახდეს სხვაზე უკეთესი იმისთვის, რომ მიიზიდოს სტუდენტი, მაგრამ ჩემი აზრით ასევე როდესღაც უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი პროგრამების გაკეთება საქართველოს უნივერსიტეტებში შიგნით და რაღაც ნაბიჯები ამ მხრივ იდგმება. ანუ არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიძლება ხარისხის ამაღლება, არამედ ერთობლივი პროექტების პარკლებში. მაგალითისთვის ილიას უნივერსიტეტი ახლა თქვათ ერთ-ერთ კონკრეტულ პროგრამაზე მუშაობს ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად. იმისთვის რომ თქვათ რაღაც გამოცდილება რაც გროვდება ერთ უნივერსიტეტში, მეორე უნივერსიტეტისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს და ასევე თქვათ დისტანციური სწავლების მეთოდებით იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ ეს გაცვლითი, ასე ვთქვათ, შიდა პროგრამები მაშინ არის შედეგიანი, როდესაც თვითონ შიგნით არის ხარისხი განათლების მაღალი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ არის საკმარისად მაღალი ხარისხი თვითონ შიგნით საქართველოში. ხო, მაგრამ ერთი გამომწვევი მიზეზი ისიც არის, რომ ძალიან ცოტა არის, ასე ვთქვათ, პოტენციალი აკადემიური იმასთან შედარებით, რაც არის სისტემა. ანუ ინფრასტრუქტურა არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ხარისხიანი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის და ასევე ხარისხიანი კვლევების წარმოება. მაგალითად, კვლევების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ დაბალი გვაქვს, ასე ვთქვათ, კვლევით პროდუქციის რაოდენობა. ანუ გაცილებით ნაკლებ ვთქვათ, პუბლიკაციებს ვაწარმოებთ, ესე ნაკლებს ვაქვეყნებთ მეცნიერების თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნები. და ამ მიმართულებით ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ფული იმისთვის, რომ ტარდებოდეს კვლევები, მაგრამ თქვათ როგორ ხდება, თქვათ ამ ფულის უკან, თქვათ რა მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს, ესე შეიძლება განაპირობებდეს იმას, რა რაოდენობის პუბლიკაციები იწერება, თქვათ. აი მარტო მაგალითი რა თქვათ, სამეცნიერო გრანტების მოთხოვნაში არ არის მაინც მოთხოვნა, ანუ შეიძლება მე მივიღო სამეცნიერო გრანტი, მაგრამ ჩემს მიერ არ არის მოთხოვნა ის, რომ მე ეს კვლევა გავხადო საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი. შესაბამისად შეიძლება თქვათ ესეთი მოთხოვნების დამატებით გაიზარდოს ხარისხი. ან შეიძლება მართლაც აი თქვათ ორმაგი ხარისხების მინიჭებელი პროგრამების შემოღებით გაიზარდოს ხარისხი, იმიტომ რომ თქვათ იმისთვის რომ თქვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონოდა თქვათ ორმაგი ხარისხის მინიჭებელი პროგრამა თქვათ კელნის უნივერსიტეტთან, მათ აუცილებლად უნდა თქვათ საკუთარი დონე აეწიათ, ან ქონოდათ უკვე ეს დონე, რომელიც საშუალებას მისცემდა რომ ესეთი ერთობლივი პროგრამა გააკეთოს. და ასეთი თქვათ ტიპის პროგრამების ხელშეწყობაც იქნებოდა ერთ-ერთი გზა, მაგრამ ჩემი აზრით სახელმწიფო ვერ იქნება ერთადერთი წყარო აი ამ ბიზნესის. თავად უნივერსიტეტებმა ადრე თუ გვიან უნდა შექმნან ასე ვთქვათ კავშირი, რომელიც იტყვის რომ აი თქვათ ეს თქვათ სამეცნიერო მუშაობა, რომელსაც ვიღაცა ეძახის სამეცნიერო მუშაობა, სინამდვილეში არ არის მეცნიერება. ან ეს ესეთი ტიპის განათლება, თქვათ რომელიღაც უნივერსიტეტი რომ ამბობს რომ განათლებას აძლევს, ეს არ არის განათლება. ანუ თუ ჩვენ ვიქნებით ხოლმე სახელმწიფოზე დამოკიდებული, აქ იქნება ძალიან ბევრი პრობლემა. გასაგები ბატონო გზარ, აი გაცვლითი პროგრამები ვახსენეთ, მაგრამ ვინც უნდა ასწავლოს სტუდენტს? აი ეს კატეგორია რომ აძლევდეს ხარისხიან განათლებას. მხოლოდ გაცვლითი პროგრამები ბუნებრივია საკმარისი არ არის ამისთვის. საერთო დონის სასამართლებლად კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს? აი გაცვლითი პროგრამა ეს არის ერთი სეგმენტი ვთქვათ. კი ბატონო, გეთანხმებით, ეგ არ არის ძირითადი ის, მაინც როგორც ჩანს ძირითადი ეს არის კონკურსის წესით შერჩევის პრინციპები, რომელიც უდევს ამ პროფესორ მასწავლებელთა არჩევას. სწორედ აქ უნდა გადაწყდეს და იქ არის სწორედ მოთხოვნა იმ საერთაშორისო აღიარების, საერთაშორისო დონის მკვლევარისა თუ მეცნიერის თუ პედაგოგის მოწვევისა და მისი დასაქმება ამ სფეროში. შესაბამისად ეს პრინციპები ჩადებულია ყველა თქვათ საკონკურსო იმაში, შეიძლება არ ხორციელდება ისე ზუსტად ან ვერ ხორციელდება სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, რომ თავიდანვე იქ იყოს არჩეული სწორედ ისეთი პროფესორ პედაგოგები, რომლებიც შეძლებენ ასეთი ხარისხოვანი სწავლების უზრუნველყოფას. აი მე ხშირად გამიგონია სტუდენტებისგან, რომ ამა თუ იმ ლექტორით არიან უკმაყოფილო. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? თუ კი არსებობს ასეთი ზოგადი კრიტერიუმები, კარგი ლექტორი. ასეთი როგორ უნდა გავსაზღვროთ? უნდა დაუჯეროთ თუ არა სტუდენტს, რომელიც ამბობს, რომ მას არ ყავს კარგი ლექტორი?
რამე კრიტერიუმი არსებობს ამის განსაზღვრის? არა, ასეთი პრაქტიკულად ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და ასე ვთქვათ, საკონკურსო კომისია ერთ კრიტერიუმს აყალიბებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ვთქვათ, თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლითაც უდგება და სტუდენტები, რომლებიც თვითონ აფასებენ, მათ კიდე თავიანთი კრიტერიუმი აქვს. თუმცა აი ამ ყველაფრის ერთად შეჯერება უნდა მოხდეს და შემდგომში გათვალისწინება. ამისთვისაა სწორედ ხარისხის მართვის სისტემები შემოღებული უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ადმინისტრაციული რგოლია, რომელიც კრიბავს ყველა აი ამ წინადადებას, ამ მოსაზრებას და ხდება მათი შერჩევა. სტუდენტი აქ ძირითადი ფიგურაა იმ გაგებით, რომ ის არის ამ ასე ვთქვათ შემკვეთი ამ სწავლის საფასურის გადამხდელი და ის სწორედ იმას თხოვლებს, რაც მას ჭირდება. შესაბამისად მისი მოთხოვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული. იქ ის მოყვანა მაგალითად რომ ეს ასე არ არის და ეს ლექტორი კარგია და თქვენ ვერ მიხვდით რომ კარგი ეს არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, არამედ ის რეალურად მართლაც უნდა იყოს ყველა იმ კრიტერიუმით დაკმაყოფილებული. თუმცა ისე ვიმეორებ, რომ ასეთი კრიტერიუმის ჩამოყალიბება ალბათ საკმაოდ რთულია და შეიძლება მრავალი გზა მოიძებნოს ამის გადასაწყვეტად. ერთ-ერთი ეს არის მაგალითად ალტერნატიული ლექციების კურსების წაკითხვა. ერთი და იგივე საგანს კითხულობს რამდენიმე ლექტორი. და სტუდენტები ვისაც შეარჩევენ და ვის ლექციებზეც ივლიან, ეს იქნება ერთ-ერთი ვთქვათ შემარჩეველი. თუმცა ესეც არ არის ასე ვთქვათ სრულყოფილი მექანიზმი იმისა თუ როგორ შევარჩევთ საუკეთესო პედაგოგი. ისე ვიმეორებ, ეს ერთ-ერთი რთული მომენტია. ალბათ აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო გამოცდილების პედაგოგების მოწვევა უცხოეთიდან, მათი ჩამოყვანა, ელაპარაკე ისე იმ ქართველებზე, რომლებიც წავიდნენ თავის დროზე და დასაქმდნენ საზღვარგარეთ და ახლა შეიძლება მათი დაბრუნება. აქ ალბათ უფრო სერიოზულ პირობებს ვაწყდებით, ეს არის დაფინანსების საკითხები, რომ მათ ისეთივე, თუ ისეთივე არა, მათ ანალოგიური ანაზღაურება ჰქონდათ, როგორც ჰქონდათ უცხოეთში. თუმცა მხოლოდ ანაზღაურებაც შეიძლება არ იყოს საკმარისი, ბატონო გზեր. არა, ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირობა საქართველოში, თუნდაც იმავე ანაზღაურებით. უკ მე მათ ჩამოსვლას მრავალი ასე ვთქვათ საფუძველი უდეს ოჯახური მდგომარეობა, თავისი ტოლვა ქვეყნისადმი, თავისი წვლილი შეტანისა და რაც თავარია აქ უნდა დაინახოს მან თავისი პოტენციური განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს შეიძლება მიიღოს. თუ გადაუდგამს ნაბიჯები უნივერსიტეტს ამ მიმართულებით, რომ აი საზღვარგარეთ წარმატებული ქართველები ჩამოიყვანა, რომლებიც იმუშავებდნენ აქ. კი, ნამდვილად ჩვენ სამეცნიერო დეპარტამენტი მუშაობს ამ მიმართულებით, მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ იმ ქართველებთან, რომლებმაც თავის დროზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეს და შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად და ამ წუთას მოღვაწეობენ სხვა უნივერსიტეტებში. ჩვენ გვაქვს სპეციალურად ზამთრის აკადემიები და ზაფხულის აკადემიები, სადაც ასეთ ადამიანებს ვიწვევთ ხოლმე მოკლევადიანი კურსებისათვის. გარდა ამისა, შეთავაზება თუ ყოფილა უნივერსიტეტის მხრიდან არა მოკლევადიანი პროგრამებით, არამედ მუდმივად ჩამოსულიყო და მუდმივად სემესტრის განმავლობაში ჩაყოლია რამდენიმე ქართველი პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტზე მახსოვს, იურიდიულ ფაკულტეტზე მახსოვს იყვნენ ის ქართველი პროფესორები, რომლებიც ამ წუთას საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, მაგრამ მთელი სემესტრით მოვიწვიეთ გარკვეული კურსის წასაკითხად. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ტანდემური სწავლების მეთოდს, რომელიც ერთ-ერთ ჩვენ სამაგისტრო პროგრამაზე განვახორციელებთ პირველად და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან. გვაქვს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ადმინისტრაციულ მეცნიერებებში, სადაც გერმანელი პროფესორები ქართველ კოლეგებთან ერთად კითხულობენ ლექციებს. პროფესორები ჩამოდიან სალექციო კურსის წასაკითხად, შემდეგ უკვე ადგილობრივი ქართველი მათი ასისტენტები ან კოლეგები კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე ასრულებენ სრულ კურსს ადგილობრივ სტუდენტებთან. ეს მეთოდი გამოვიყენეთ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც წარმატებული ქართველი პროფესორი რამდენიმე კურსით მოვიწვიეთ და შემდეგ მთელი კურსის შესასრულებლად მისი ქართველი ადგილობრივი თესეველი კოლეგა გამოვიყენეთ, რომ კურსი შემდგარიყო. ამ მეთოდს ძალიან აქტიურად ვიყენებთ და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს ტანდემური სწავლების მეთოდს, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა განსაკუთრებით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებისთვის. გასაგებია, ლევან, თქვენ მინდა გკითხოთ, ხშირად ეს შეკითხვა აქაც დავუსვი, ხშირად ამბობენ, რომ ვთქვათ, არ არის უმაღლესი განათლება ისეთი აქ, როგორც არის ევროპაში და ლექტორი იქ ცოტა სხვანაირია და საქართველოში ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს ხშირ შემთხვევაში. შენ რა შეგიძლია გითხრა შენი გამოცდილებით? დიახ,
გაჩნია საიდან მიუდგებით საქმეს, ანუ ესეთი. პირველ რიგში განათლების ხარისხს შეეხება, სწორედ იმ განათლების ხარისხის საშუალებით, რაც მე აქ მივიღე ბაკალავრიატში, მე მქონდა შესაძლებლობა უცხოეთში წავსულიყო. ანუ ის ცოდნა, რაც მე აქ შევიძინე, ეს გამომადგა იმისთვის, რომ სამაგისტრო პროგრამაში მივიღო იქ მონაწილეობა. დანარჩენი სტუდენტები, ეს იყო Erasmus Mundus-ის პროგრამა, ევროკომისიის ხელშეწყობილ ევროკავშირის პროგრამა არის და იყო სტუდენტები მთელი მსოფლიოდან და რა თქმა უნდა იყვნენ იქაც გამორჩა, მაგრამ ნამდვილად ვიტყვი, რომ მე როგორც ქართველი სტუდენტი რამე ჩამოვარდებოდი სხვა ფილოსოფიის განხრით იყო ეს. ამიტომ მე კმაყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში იმ ერთი ფაკულტეტით, რაც აქ დავამთავრე თავის დროზე ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი. პროფესორებსაც შეეხებათ მე გერმანიაში მქონდა ყველაზე ხშირი ინტენსიური ურთიერთობა სტუდენტებთან, პროფესორებთან დაკავშირებით და ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ იქაური პროფესორებით. ზოგს არ უარგოდა თქვათ მეთოდი, როგორ ასწავლიდა, ზოგი ძალიან მკაცრი იყო და უბრალოდ თქვათ ლიტერატურის მოცემით შემოისაზღვრებოდა მთელი მისი ესე იგი პროფესორული უნარები, ხო? ანუ ზოგი ვერ ხსნიდა, ზოგს არ მოწონდა სრულ შეკითხვას რო უსვამდნენ და ასე შემდეგ. 10 პროფესორიდან ალბათ ევროპელი, ან გერმანელი სტუდენტი იმ შემთხვევაში აი 2-3 იყო ძალიან კმაყოფილი, რომ ის ნამდვილად თქვათ სტუდენტზე იყო ორიენტირებული. იმიტომ რომ ის პროფესორებიც თქვათ მე ვინც ყავდა ფილოსოფიაში თავის დროზე შესაძლოა აგრეთვე სხვა მეთოდით თავის დროზე სხვანაირად მიიღო პედაგოგიური განათლება, როგორ უნდა ასწავლოს უნივერსიტეტში. ამიტომ არ ვიცი, დღესაც საქართველოში ჩემი აზრით, ანუ არ უნდა აუცილებლად იმ სტუდენტებს ახლა ისეთ საუბარიდან გამომდინარეობს თითქოს, რომ აქ შეუძლებელია ხარისხიანი განათლების შოვნა და პროფესორები არ არიან კარგი და ასე შემდეგ. თუმცა მე ჯერჯერობით ახლა იას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე შემიძლია თქვა, რომ გარკვეულწილად შეგვიძლია ხარისხიანი განათლება მიცეთ სტუდენტებს, მე როგორც დოქტორანტი. რა არის მთავარი პრობლემა მაშინ დღეს უმაღლეს განათლების საქართველოში? დაფინანსება. და მენეჯმენტის არარსებობა. კარგით, მაშინ თქვენ განაგრძეთ ეს აზრი, ახლა დაფინანსება ახსენეთ. ჩვენად პატარა ქვეყანა ლიმიტირებული რესურსებით, მათ შორის ადამიანური რესურსიც ლიმიტირებული გვაქვს. ხო, აქ უკვე აღნიშნა ჩემმა კოლეგამ, რომ ძალიან ცოტა არის თქვათ ნამდვილად კარგი ხარისხის მეცნიერი და აქ არის ასე ვთქვათ ადამიანური რესურსის ნაკლებობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ფინანსების ნაკლებობა და არსებული ფინანსების ხშირ შემთხვევაში არაეფექტური განკარგვა ინსტიტუციურ დონეზედაც მათ შორის და თქვათ ვიტყოდი რომ სხვა დონეებზედაც ალბათ. ინტერნაციონალიზაცია არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ ხარისხი არ ვამაყოთ. აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ლევანთან ესე ხელაღებით. არც მე არ ვიტყოდი იმაზე, რომ ჩვენთან განათლება უხარისხოა. მთელ რიგ სფეროებში, სექტორალურად უნდა შევხედოთ ამას. მთელ რიგ სფეროებში ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ არსებობდა კარგი სკოლები, რომლებიც დღესაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულები არის და ბოლომდე არ არის ასე ვთქვათ ამოძირკვლული, მაგრამ მათ სჭირდებათ ხელშეწყობა. ასევე მინდა გავყო იმაზეც, რომელიც უკვე გამოითქვა აქამდე, საჭირო არის გარკვეული კრიტიკული მასის შექმნაც. ეხლა არის დაქუცმაცებული ძალიან ეს ყველაფერი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, იმიტომ რომ იგივე ინსტიტუციურ დონეზე ხშირ შემთხვევაში საკადრო პოლიტიკა არ არსებობდა და თქვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხშირად გამოდიოდა ხოლმე როგორც აკადემიური პერსონალის დონორი ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებლისთვის. ანუ ძალიან ბევრმა უნივერსიტეტმა დაკარგა რაღაცა დანარჩენებმა შეიძინეს, მაგრამ ძალთა გათანაბრება მაინც ვერ მოხდა და რასაკვირველია გამოსავალი არის მხოლოდ თანამშრომლობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ პატარა ზომის ქვეყანაში, სადაც შეზღუდული რესურსები გვაქვს თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელი არის წარმატების მიღწევა და თანამშრომლობა უნდა იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. ამ თანამშრომლობას თქვათ ადგილობრივ დონეზე რა პრობლემები ექნება, რატო ვერ ხერხდება? შეიძლება იყოს იგივე ინსტიტუციური მენეჯმენტის საკითხი. მაგალითად, ჩვენ ტემპუსის პროგრამის ეგივით შაშან ჩავატარეთ ძალიან წარმატებული სემინარი სადოქტორო პროგრამების განვითარებაზე. და ძალიან კარგად ასახავს ასეთ მეცნიერთა კრიტიკული მასის არსებობის საჭიროებას იმისთვის, რომ თქვენ ახალი მკვლევარი გაზარდოთ. აქ იყო თქვა თანახელმძღვანელობის საკითხი, თქვა მე თუ ვარ დოქტორანტი, შეიძლება მყავდეს ერთი ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეორე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ მე მჭირდება რესურსი ორივე მხრიდან. და აქ დგება უკვე ტექნიკური საკითხი, რომ ვისია ეს დოქტორანტი, ვის რამდენი საათი ეწერება, ფულის აწავა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მოგვარებადი პრობლემები, უბრალოდ ჯერ არ დამდგარა, იკითხება ჯერ ვერ მომწიფდით საამისო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ უმაღლესი სასწავლებლები მივლენ აქამდე, იმიტომ რომ ყველა რეფორმა, რომელიც კი აქამდე განხორციელებულა საქართველოში, შემოდიოდა გარედან, იყო ინიციირებული სამინისტროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ და ძალიან ცოტა ინიციატივა ჰქონდა თვითონ უნივერსიტეტებს. ანუ რაღაცნაირად უკვე უნდა დადგეს, რომ თვითონ უმაღლესმა სასწავლებლებმა გააცნობიერონ ის, რომ
საკუთარი იდეები უნდა წამოაყენონ და არ იყვნენ მხოლოდ თქვა სამინისტროზე, სამინისტროს შემკურენი ამ საკითხში. თვითონ უნდა მიხვდნენ ამას. ძალიან კარგია ის, რომ აკრედიტაციის მექანიზმი მოქმედ, ახლა მე თვითონ აკრედიტაციაში მიმუშავე და ვიცი ეს რას ნიშნავს, ხო? ესეც მაინც არის გარედან მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტს იფიქროს ხარისხზე. და ძალიან საინტერესო არის იმის ნახვა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები როგორ რეაგირებენ აი ამ გარედან შემოსულ კონტროლზე. რიგ შემთხვევებში ეს არის მართლა ცდილობა ქონდეთ ხარისხიანი განათლება და ძალიან ხშირ შემთხვევაში და უფრო უმეტეს შემთხვევაში მე ვიტყოდი ეს არის უბრალოდ მოთხოვნების შესრულებაზე ორიენტირებული საბუთების შევსება. ანუ ესეც რაღაცნაირად გაიფილტრება დროთა განმავლობაში. მე იმედი მაქვს რომ აკრედიტაციის კრიტერიუმებიც უფრო დაიხვეწება, მართლა გაუთანაბრდება საერთაშორისო მოთხოვნებს და ნელ-ნელა გაიწმინდება ეს სივრცეც და ალბათ საბოლოო ჯამში დარჩება რამდენიმე მართლა კარგი ხარისხის უნივერსიტეტი. გასაგებია, მთავარი პრობლემა ბატონოლივერ რაც დაასახელეს, არის დაფინანსება, ხო? მე როგორც მივხვდი, რომ შემდეგ რაღაც მუშაობას კონდეს უფრო მეტი აზრი, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, გარდა დაფინანსებისა, რა შენიშვნები ან რეკომენდაციები არსებობს? ჯერ მინდა დავიწყო ამასთან, რომ აი ევროკავშირშიც აი დაფინანსება უნივერსიტეტის შეზღუდული არის. მნიშვნელოვანი არის აი კონკურენციის ფარგლებში უნივერსიტეტებისათვის აი თავისი პროფილი რომ შექმნან. ეს რომ რაცა სტრატეგიული ხედვა პირველ ყოვლის არის საჭირო, ეს რომ საშუალო დონის საშუალო რაოდენობის სტუდენტების უნივერსიტეტმა ვერ შეუძლია რომ მაგალითად ოქსფორდთან კონკურენციაში შედის. ამიტომ უნდა ნახოს სად არის ამ უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და ზუსტი მხარეები. კონცენტრაცია უნდა გაკეთოს ამ ძლიერ მხარეებზე, რომ ეს რესურსები შესრულება აი მაქსიმალურად ეფექტურად არის გამოყენებული. ამის მნიშვნელობა აქვს აი რომ სასწავლო პროგრამები ორიენტირებულები არიან დასაქმებაზე, აი შრომის ბაზარზე ორიენტირებული, იმიტომ სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი არის აი წარმატებული რომ იყოს მერე დასაქმებული. ეს ერთ-ერთი ხარისხის რაცა ინდიკატორი არის სტუდენტებისათვის და ჩვენ ვცდილობთ აი რომ აი თემპოსის პროგრამის ფარგლებში მაგალითად რომ აი ამნაირი გამოცდილების გაზიარება ერთობლივი პროექტის ფარგლებში აი სასწავლო პროგრამების შექმნაში მაგალითად ამ მართვის სტრუქტურის გამოცდილების გაზიარების ფარგლებში რომ ეს მაქსიმალურად ადაპტირებული არის აი საქართველოს ფარგლებში საქართველოს პირობების მიხედვით. ძალიან ხშირად ეს წარმატებულად არის, ეს თემპოსის პროგრამა 1995 წლიდან ჩატარდება საქართველოში, მაგრამ როგორც ყველანაირი განათლების რეფორმა სჭირდება დრო. ეს ექსპერტიზა არ გამოვა. დრო გავდაფინანსება კვლავ რჩება ეს საკითხი, ხო? ყოველთვის ამაზე თქვენც აღნიშნეთ ეს და ამაზე ვალაპარაკი, მაგრამ მე რაც დავსვი ჩემს შეკითხვას დაუბრუნდები, რა რეკომენდაციები, შენიშვნები აქვთ აი ამ დაფინანსების პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციებს? ეს ტულიკა, იმიტომ რომ აი არსებობს ძალიან განსხვავებული სისტემები ევროკავშირშიც, ხო? ეს რომ ბრიტანეთის უმაღლეს განათლების სისტემა განსხვავებული გერმანულიდან, ან პატარა ქვეყნებიდან. აი ამიტომ ეს პროფილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სად არიან აი ჩვენი უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და ზუსტი მხარეები. რაც მნიშვნელოვანია, მე მგონი რამდენად აი სახელმწიფო აი ხადაჭერის რაცა გარემოს შექმნის, აი უნივერსიტეტის ავტონომიისათვის, რომ აი უნივერსიტეტმა თავის ხარჯები აი შეუძლია რომ დაეხარჯოს აი თქვენსავე შეკითხვას მაშინ შემოგიბრუნებთ, რაც დასვით. სად არის სუსტი მხარეები ქართული უნივერსიტეტების? ეს ფართო სპერა მე მგონი აი ერთ-ერთი რაც მე პირველ ყოვლისა მინდა თქვა რომ აი ეს სასწავლო პროგრამები უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული შრომის ბაზარზე. ეს ერთი. მეორე არის ეს კვლევის ჩართვა იმაზე სასწავლო პროცესში, რაც ხოლმე ხშირად არის თუ აი ლექტორმა უნდა წაიკეთოს რამოდენიმე ლექცია ან სემინარი უნდა ჩაატაროს. რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ ჩვენს საუბარს. ყველა სტუდენტი, ყველა აბიტურიენტი
თავის თავს და უნივერსიტეტსგანაც ითხოვს ამაზე თავის თავსაც ეკითხება, ვიშოვე თუ არა მე სამსახურს, მას შემდეგ რაც დავამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს. ეს არის ალბათ სტუდენტისთვის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა. რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით და ჩვენ სტუმრებს დავუსვამთ ამავე შეკითხვას, აძლევენ თუ არა უმაღლესი სასწავლებლები იმის საშუალებას სტუდენტს, რომ ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეძლოს იშოვოს სამსახური. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე და შეკითხვა, რომელიც დავსვი რეკლამაზე გასვლამდე, შეკითხვა, რომელსაც სვამენ აბიტურიენტები და სტუდენტები, შეძლებენ თუ არა თავისი ცოდნით სამსახურის შევნას. ბატონო სიმონ, უშვებენ თუ არა პროფესიონალებს დღეს უმაღლესი სასწავლებლები. ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ საქმე კარგად გააკეთონ, როდესაც სამსახურს იშოვიან. და არის თუ არა მოთხოვნა ვთქვათ იმ სტუდენტებზე, რომელსაც უშვებს უმაღლესი სასწავლებელი დღეს საქართველოში. როგორც გამოჩნდა ჩვენი დისკუსიიდან, შეიძლება სხვადასხვანაირად აღწეროთ სისტემას. თან უშვებენ, თან არ უშვებენ. უბრალოდ თუ მაგალითად დავიღებთ სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ არ უშვებენ იმ რაოდენობის პროფესიონალებს, რაც ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში დასაქმების სფერო არ ცემს მათ პატივს ისე, როგორც შეიძლება სცემდეს უმაღლესების თვალსაზრისით. რაიმე სტატისტიკა არსებობს, რომელი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტზე არის უფრო მეტი მოთხოვნა ან რაიმე ამდაგვარი? თავისთავად მოთხოვნა, სტუდენტების მოთხოვნაც აჩვენებს იმას თუ ესე იგი სად არის მეტი შესაძლებლობა შემდეგ, ანუ რომელი მიმართულება არის პერსპექტიული და რომელი უმაღლესია პერსპექტიული, თუმცა ყოველთვის არ აჩვენებს, ანუ არის მოთხოვნა არაპერსპექტიულ ასე ვთქვათ მიმართულებას, მაგალითად ინგლისური ენის სპეციალისტების, ინგლისური ენის პროგრამებზე გაცილებით მეტია მოთხოვნა, ვიდრე საჭიროება და დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა ეს ადამიანები როგორც ჩანს საქმეებიან რაღაც ფართო სპექტრის რაღაც მიმართულებებით და არა მხოლოდ როგორც თარჯიმნებად, ან თქვათ ინგლისური მასწავლებლებად და ასე შემდეგ. ესე ძალიან ძნელია იმის გარკვევად მოთხოვნა ასახავს თუ არა დასაქმების შესაძლებლობას. მეორე არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ თუ რა არის დასაქმების მაჩვენებლები და უმაღლესები თვითონაც ადგენენ და სახელმწიფოც ადგენს ამ სტატისტიკას. მაგრამ ცოტა ძველი, ახლა სახელმწიფოს მიერ შედგენილი სტატისტიკა მე რაც ვიცი, იმიტომ რომ ცოტა უჭირს დღეს რატომღაც სახელმწიფოს ზოგადად სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელება და ძალიან ცოტა კვლევას ასე ვთქვათ ავრცელებს ამის შესახებ. ესე იგი ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ იმის მიხედვით დასაქმებასთან დაკავშირებით თუ რომელ მიმართულებებზე იძლევენ თქვათ ბანკების სესხებს. ხო, ესე შეიძლება ერთი ინდიკატორი იყოს, იმიტომ რომ ბანკი არ გასცემს სესხს თუ არ არის დარწმუნებული რომ თქვათ რაღაც მიმართულების და რაღაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადამიანი იშოვის ისეთ სამსახურს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რომ დაუბრუნოს შემდეგ ეს თანხა და ნუ ჩანს იქ რომ ძირითადად ეს არის კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე ძირითადად ბიზნესის მიმართულებით გაცემული სესხები. ანუ ეს არის ის სპეციალობები, სადაც როგორც ჩანს უფრო მეტად ფიქრობენ ბანკები ყოველ შემთხვევაში, რომ შეძლებენ თქვათ ამ სესხის დაბრუნებას. ბატონო გზარ, არის ხოლმე, როდესაც ცხადდება თქვათ პრიორიტეტულად რაღაც მიმართულებები, ხო და რაღაც პროფესიები, ნუ წელსაც ვნახეთ ეს, რის მიხედვით დგება თქვათ ეს მაჩვენებელი, რომ აი თქვათ წელს გვჭირდება ინჟინრები და ასე შემდეგ. საიდან გამოიმუშავებენ ხოლმე ასეთ მიდგომას? სასახად მაგის თქმა საკმაოდ რთულია, საიდან გამოიმუშავებენ, მაგრამ ზოგადად ჩანს ის, რომ რა დარგის სპეციალისტები არ გაგვაჩნია. კერძოდ ახლა ბოლო წლებში მკვეთრად გამოიკვეთა საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და თქვათ ტექნოლოგიების, IT ტექნოლოგიების სპეციალისტების ნაკლებობა. შესაბამისად, სწორედ აი ამ კუთხით იქნა მიმართული სამინისტროს ესე ვთქვათ ძალისხმევა, რაც შეიძლება ითქვას ბოლომდე არ ჭრის საკითხს, მაგრამ დაფინანსების საკითხები სწორედ ასე გადაწყდა ბაკალავრიატში და ასეთნაირად აგებული იყო მაგისტრატურაში, რომ მიენიჭა მათ კოეფიციენტი, ის რაც ყველაზე ესე ვთქვათ საჭიროა ქვეყნის აღშენებლებისათვის, მათ მიენიჭა პრიორიტეტი. მე ვიტყოდი ეს პირობითი პრიორიტეტებია, რამდენადაც ეს შეიძლება სულ არ არის რეალურად დაკავშირებული იმ შესწავლის საბაზრო სიტუაციასთან. ამ ხრივ შეიძლება ძალიან ბევრი რამე კიდე გასაკეთებელია, თუმცა აქვე დავძენდი, რომ აი ამ რეფორმის შედეგი, ეგრეთ წოდებული გადასვლა ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურის სქემაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომ ბაკალავრიატში
სტუდენტი სწავლობს უკვე არა ერთ სპეციალობას, არამედ ორს, შესაძლოა რამდენიმე სპეციალობა ითვისოს და ის სწორედ აი ამ სწავლის პერიოდში შეიძლება მან შეცვალოს თავისი აქცენტი და როცა მიხვდება რომ ის კი არა რაც თავიდან აირჩია, არამედ სხვა არის მისთვის მნიშვნელოვანი, ან იმ მიმართულებით გააგრძელოს სწავლა, ან შემდგომ კიდე დამატებით აიღოს სასწავლო პროცესი და გააკეთოს ასეთი შემდგომი სწავლა. ერთ-ერთ ასე დამატებად გადაიქცა მაგალითად პედაგოგის სპეციალობა, რომელიც დამატებითი 60 კრედიტის აღების საშუალებით ჩვეულებრივი ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი შეიძლება იმ დარგის სპეციალობის, რაც მას ძირითადად ნასწავლი აქვს, იმის პედაგოგად გადაიქცეს, თუ აი ამ დამატებით 60 კრედიტს აიღებს. ეს 60 კრედიტი რეალურად 1 წლის სწავლას ნიშნავს. ეს შეიძლება სტუდენტს გააკეთოს სასწავლო იმ 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში, ან დამთავრების შემდგომ მოუბრუნდეს და აითვისოს ეს სპეციალობა. დღეისათვის მაგალითად პედაგოგებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებით ეს მკვეთრად გამოჩნდა სერტიფიცირების შემოღების შედეგად, როდესაც რაც უნდა სამწუხარო იყოს, ჯერჯერობით ეს სავალდებულო არ არის ყველა პედაგოგისთვის სერტიფიცირება, მაგრამ ვინც გაიარა თავისი სურვილი და ესე ვთქვათ, მიჩნეული აზრია, ეს გაიარა იმან, ვინც უკეთესად თვლიდა თავის თავს, მათაც კი ძალიან მცირე პროცენტით გადალახეს. ლაბორატორია სულ 11-13-13%-ზე, ვინც შეძლო აი ამ მინიმალური ბარიერის გადალახვა. და ამას გარდა პედაგოგთა ასაკის ხანდაზმულობის ასაკის მომატება, რაც ავტომატურად ხოვლობს, რომ ახალგაზრდა კადრი უნდა იყოს ამ სფეროში ჩაბმული. ეს თავისთავად იჩენს ადგილს და სწორედ სტუდენტები მიუბრუნდებიან ამ იმას და დაიწყებენ სწავლას. მათ ფაქტობრივად ორმაგი სწავლა ჭირდებათ, მან უნდა აითვისოს თქვათ კარგად ქიმია, ან ისტორია და ამას გარდა გახდეს პედაგოგი, იცოდეს თუ როგორ უნდა იყოს პედაგოგი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს ასე ვთქვათ ბაკალავრიატის დონეზე. უფრო მაღალ კვალიფიკაციაზე ლაპარაკია მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ეს ავტომატურად თავისთავად ადგება საკითხი, რომ დღეს დოქტორანტურაში გაძლიერდა სწორედ იქ კადრის მიდინება, სადაც იგრძნობა პროფესორ-მასწავლებლების ნაკლებობა. სწორედ სტუდენტები ცდილობენ წავიდნენ სწორედ იმ მიმართულებით, აითვისონ ის მიმართულება. შეიძლება ის ამ წუთში არ არის საუკეთესო და სოფლიო სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მაგრამ იმ სპეციალობის დახვეწით ახალგაზრდა სპეციალისტთან ჩამოყალიბდება სწორედ კარგი სპეციალისტი. შესაბამისად, მე ამ კუთხეს ვუყურებ, რომ ძალიან მრავალმხრივად ვითარდება აქ საქმე. გასაგებია, როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩვენ ასევე განათლების საკითხზე მომამზადეთ გადაცემა, მაშინ თქვენი უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ პრობლემა არის უცხოენების სტუდენტებს შორის ოღონდ, მაგრამ ახლა ჩვენ რეკლამის დროს საუბრობდით არა მარტო სტუდენტებს შორის. კი, ნამდვილად უცხოენის არასაკმარის საცოდნა ნამდვილად პრობლემა არის როგორც სტუდენტებში, ასევე პროფესორ-მასწავლებლებში და ეს კარგად ჩანს მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს გაცვლის შესაძლებლობა და ხშირ შემთხვევაში სხვა ტიპის გაცვლის პროგრამებში როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები მეტნაკლებად ერთი და იგივე ადამიანებს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ, იმიტომ რომ უცხოენისადმი აუცილებელი პირობაა იმისაც, რომ ადამიანმა საზღვარგარეთ გარკვეული დრო გაატაროს. ეს ნამდვილად დღემდე აქტუალური პრობლემაა სულ მცირე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. მე არ ვარ დარწმუნებული რა ვითარება სხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ წარმომიდგენია, რომ ალბათ მსგავსი. მართალია ეს ზუსტი კვლევა ნამდვილად არ მიტარებია, მაგრამ ვარაუდობ, დაახლოებით ხოლო სტუდენტთა ნაკადის, არსებული სტუდენტთა ნაკადის 10-15% ფლობს უცხოენას იმ დონეზე, რაც საკმარისია, რომ მათ კომფორტულად გაატარონ სააკადემიური სემესტრი საზღვარგარეთ, რაც ჩემი აზრით ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ამ კუთხით ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. პრობლემა არის ბუნებრივია სტუდენტებშიც. ნინო, ევროპული კვლევების ცენტრში ბუნებრივია სჭირდებათ უცხოენების ცოდნა. აი რა ცოდნით მოდიან, ასე ვთქვათ, თქვენამდე სტუდენტები? მოგესალმებით. ივანე ჯავახიშვილში არსებობს ევროპული კვლევების ინსტიტუტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. იდეა განვითარდა ალბათონი ადრიანა ლონგონის მიერ, რომელიც ოპერაციათა განყოფილების უფროსი იყო ევროდელეგაციაში მაშინ და სწორედ იდეა იყო ის, რომ შექმნილიყო პირველი ინტერდისციპლინარული და ინტერფაკულტეტური სამაგისტრო პროგრამა ევროპის მცოდნეობაში. 4 ფაკულტეტს ეფუძნება ეს პროგრამა და რა თქმა უნდა სტანდარტი არის ძალიან მაღალი. იმიტომ რომ მთლიანად პროგრამა ხორციელდება ინგლისურ ენაზე, რა თქმა უნდა სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩააბარონ ამ სამაგისტრო პროგრამაზე, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა არის, რომ საკმაოდ კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას, თუმცა შემდეგ უზრუნველყოფთ ჩვენ, რომ სხვა ენებით შეისწავლონ, როგორც არის ფრანგული და გერმანული. და რა ასწავლის ამ სტუდენტებს, აი თეამ დასვა პრობლემა. თქვენ ერთი დაწესებულებიდან ხართ, ასე ვთქვათ. ერთი დაწესებულებიდან ვართ ნამდვილად და მე მაშინ ფართო სპექტრში განვიხილავ ამ პრობლემას.
ვინც ასწავლის, რა თქმა უნდა ეს პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. და სტანდარტი პროფესორის შერჩევისადმიც იყო ძალიან მაღალი. ანუ ჩატარდა კონკურსი და შეირჩა პროფესორები, რომელმაც იცოდნენ ინგლისური, გააჩნდათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისი კომპეტენცია, რომ ესწავლებინათ ამ სტუდენტებისთვის. პირველად დაიწყო ტანდემის საფუძველზე, ანუ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიდნენ ქართულ პროფესორებთან ერთად და ერთ წელიწადში მიხვდნენ, რომ საკმაოდ კარგი ქართველი პროფესორები ყოლია, ისე რომ არ ყოფილა საჭირო. ანუ ეს ინსტიტუტი შეიძლება გამოდგეს იმისთვის, რომ აი ესეთი ტიპის მიდგომა გავრცელდეს არა მხოლოდ ივან ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც და არ მინდა რომ პროვოკაციული ვიყო, მაგრამ თავიდან ბოლომდე არის ჩასატარებელი რეფორმა. ეხლა ცუდი შედარებაა, მაგრამ კარგი რეფორმა ჩატარდა საქართველოში პოლიციაში, ვთქვათ, პროკურატურაში, ანალოგიურად უნდა ჩატარდეს ძირფესვიანი რეფორმა ამ სფეროშიც. მეორე პრობლემა არის ის, რომ კი ბატონო საქართველოს დაიწყო ევროპისკენ სწრაფვა ამ მიმართულებითაც და რაღაცნაირად მოხდა ის, რომ ბოლონიის პროცესმა, რომელსაც არაფერი საერთო კავშირი არ აქვს ევროკავშირთან და აბსოლუტურად სხვა ინიციატივა, ევროსაბჭოს ინიციატივა, რაღაცნაირად გააერთიანა ეს პროცესი და საქართველოც ცდილობს, რომ ბოლონიის პროცესის ფარგლებში გაზარდოს ხო თავისი უმაღლესი განათლების სტანდარტები. მაგრამ მეორე საკითხი არის, როგორ მიმდინარეობს ბოლონიის პროცესი თვითონ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში. სამწუხაროდ გქონდა იმისი ცუდი გამოცდილება, რომ ერთი პიროვნების გარშემო მოხდა მთელი ამ ბოლონიის პროცესის იდეის პრივატიზაცია. პირდაპირ ეთერში თქვენი გადაცემის საშუალებით მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო მინისტრ დიმიტრი შაშკინს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ეს რაღაცა მითი ჩამოშლილიყო და რეალური ნაბიჯები გადამდგარიყო, რასაც ქვია ნამდვილად ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხისადმი სწრაფვა საქართველოში და რეალურად უკვე გიგრძენით. არა მარტო ჩვენ და ჩვენმა ინსტიტუტმა, არამედ ბევრმა უმაღლეს განათლებაში. გასაგებია, მოდით სხვა მიმართულებით რო არ წავიდეთ, ბატონ სიმონ, უცხოენებთან დაკავშირებით ილიას უნივერსიტეტშიც ანალოგიური პრობლემაა, რაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა არის პრობლემა. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა უცხოენებთან მიმართებაში არის თავისთავად ცხადია გაცვლით პროგრამებში სტუდენტების დაბალი მონაწილეობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი რესურსი არსებობს ჩვენ უნივერსიტეტში, ანუ ძალიან ბევრი თქვა ელექტრონული ბაზა არსებობს და ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელზეც გვაქვს ხელმოწერა და რომლის გამოყენება შეუძლია ყველა სტუდენტს თუ პროფესორს, საკმაოდ დაბალია ამ რესურსების მოხმარება, სწორედ იმის გამო, რომ უცხოენა ეს თქვა საკმაოდ სულ დონეზე იციან და სწავლების დროს ეს თქვა საკმაოდ ძნელია აი ამ რესურსების გამოყენება, იმიტომ რომ სტუდენტების ძალიან დიდ მონაცემმა არ იცის არც ერთი ენა ისეთ დონეზე, რომ შეეძლოს ამ ენის გამოყენება აკადემიური მიზნების მისაღწევად. კომუნიკაციისთვის პრინციპში რაღაც დონეზე შეუძლიათ, ანუ თუ უცხოეთში წავა, რაღაცნაირად თავის თავის სასტუმროს ან საერთო ცხოვრებას იპოვის, მაგრამ ის რომ აკადემიურ დონეზე შეძლოს ლიტერატურის წაკითხვა და შემდეგ განათლების მიღება, ეს ძალიან რთულია. ასევე ეს ართულებს იგივე თქვა უცხოელი პროფესორების ჩამოყვანას. ჩვენ არაერთხელ გქონია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა, რომ საჯარო ლექციები ჩაგვეტარებინა, თქვა იგივე ამერიკელი პროფესორების მეშვეობით და ძალიან ცოტა ესწრება ხოლმე ამას და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მათ ჭირდებათ სულ თარჯიმანი იმისთვის, რომ ჩაერთონ ესეთ ტიპის გასაგებია კალკულიკა. მე გვაქვს მინდა ერთი საილუსტრაციო მაგალითი მომოყვანა. ტემპუსის გარდა ჩვენთან კიდევ ძალიან წარმატებულად ხორციელდება ერასმუს მუნდუსის პროგრამა, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამის მიზანი არის ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო სადოქტორო პროგრამების განხორციელება. ანუ ამ შემთხვევაში ქართული უმაღლესი სასწავლებელი გამოდის თანასწორუფლებიანი პარტნიორის როლში და ერთობლივი ხარისხი უნდა მიანიჭა. მაგრამ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ევროპულ ენაზე. და სწორედ ეს პრობლემა აისახა აქ, იმიტომ რომ განაცხადების რაოდენობა იყო ძალიან ლიმიტირებული. განაცხადები მოდიოდა მხოლოდ ორი უმაღლესი სასწავლებლიდან, ჯავახიშვილის სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, იყო 4 განაცხადება, მხოლოდ ერთი გავიდა ამ შემთხვევაში. სწორედ იმიტომ, რომ ლექტორების კრიტიკული მასა, ვინც უნდა წაიკითხოს ეს ლექცია ევროპულ ენაზე, და რადგანაც ეს არის მუნდუსი, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებს უნდა უმასპინძლოს, იყო ძალიან მწირი. ანუ ეს არის რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ძალიან სერიოზული პრობლემა. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მიმდინარეობს მუშაობა?
ვუბრუნდებით ინსტიტუციური მენეჯმენტის საკითხი, არსებობს რაღაცა წამახალისებელი მექანიზმებიც, კონკურსის პირობების დახვეწაც იქნება ალბათ საჭირო და მე უკვე მუშაობის დროს ხელშემწყობი მექანიზმებიც უნდა ჩაერთოს. და ეს ძალიან კარგად აისახება იმაში, რაც ხალხობრივი თქვა, ეს არის დასრულთა განათლებაც, ანუ მათ შორის პროფესორის ზრდეთის დასრული, რომელმაც უნდა თავისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად იზრუნოს, იქნება ეს პედაგოგიკური მეთოდების შესწავლა, უცხოენის დახვეწა და ასე შემდეგ. ჩვენ ყავს ხალხი, ვინც 2-3 უცხოენას ფლობს, მშვენივრად, მაგრამ ესეთი ცოტანი არიან. გასაგებია. დიდი მადლობა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში არავისკენ ხელის გაშვერა არ შეიძლება. ეს არის ის საკითხი, რომელიც უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა მოაგვარონ და მინდა გითხრათ, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ამ საკითხის დარეგულირება ძალიან კარგად დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არსებობს ცენტრი, უცხოენათა შესწავლის ცენტრი და ძალიან მარტივად ხორციელდება განცხადების წარდგენის საფუძველზე, იქმნება ჯგუფები და სტუდენტები ეუფლებიან სასურველ ენას. ასე რა თქმა უნდა, მინიმუმი სტანდარტიც არის ჩადებული სტუდენტებისთვის, რომ ამა თუ იმ პროგრამაზე რა რაოდენობის საათები უნდა, რა რაოდენობის დატვირთვა უნდა ქონდეს სტუდენტებს უცხოენაში, ამა თუ იმ არჩეულ უცხოენაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ იგივე გავრცელებულიყო პროფესორებზეც და ამასთან დაკავშირებით ისევ იმას ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა ძირეული რეფორმები არის გასატარებელი და თვითონ უნივერსიტეტმა უნდა ჩვენ საუბარი დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ ბატონო, ის რესურსი რაც არის, თუნდაც ფინანსური, თუნდაც ადამიანური, არის თუ არა სრულად თქვენი აზრით ათვისებული უმაღლეს სასწავლებლებში? ეს რთული საკითხია. მე მგონი ერთი რაც არის, მოცეული რომ საქართველო 2005 წლიდან შეერთდა იმას ბოლონის პროცესს და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გზა ევროკავშირის უმაღლეს განათლების სივრცე არის და ნელა სხვადასხვა პროგრამების მიერ შეივსება. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად გადამზადება ლექტორების არა მარტო უცხო ენის სფეროში, კიდევ სწავლის და სწავლების ტექნიკებით. ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი გახდება უფრო ინტერაქტიული. არა მარტო ორიენტირებული ცოდნაზე და კიდევ უნაჩვევებზე. ეს მნიშვნელოვანი არის ყველა სტუდენტებისთვის, მომავალ დასაქმებისათვის. მე მგონი ერასმუს მონდოსი იყო მიტიტებული, ტემპოსი, ჟერმონიის ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით. არიან შესაძლებლობები, სადაც ეს სივრცე რაც ღია არის, შევსებული იქნება თანამშრომლობის, მობილურობის და გამოცდილების გაზიარების გზით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას გადაცემაში მონაწილეებისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. რეკლამის სტუმრებს დავამშვიდობები. რეკლამის შემდეგ კი წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 2000 წლის 4 მაისს მიიღეს ევროკავშირის დევიზი ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. ეს სიტყვები ნობელის პრემიის ლაურეატ ერნესტო თეოდორ მონეტს ეკუთვნის. დევიზი თავდაპირველად ლათინურ ენაზე გამოითქმოდა. დღეს ის ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ვებგვერდზეა გათავსებული. დევიზი აღწერს ევროპული გაერთიანების არსს. ევროკავშირი ეს არის 500 მილიონი მოქალაქის ერთობლიობა. სწორედ ერთად მუშაობა და პრობლემების ერთობლივი გადაჭრა აძლევს წევრ ქვეყნებს განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. ეს არის ადგილი, სადაც ყველას აქვს თავისუფლების, საკუთარი აზრის ქონის და გამოხატვის უფლება. ევროპული პარლამენტი არის ევროკავშირის პირდაპირი არჩევნებით არჩეული საპარლამენტო ორგანო. მას ევროკავშირში საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია. პარლამენტი 726 წევრისგან შედგება. ეს არის ინდოეთის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური დემოკრატიული ელექტორატი მსოფლიოში. ევროპული პარლამენტი 1952 წლის 10 სექტემბერში შეიქმნა. მისი პირვანდელი სახე განსხვავდებოდა დღევანდელისგან. თავდაპირველად ეს იყო ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების საერთო ასამბლეა, რომელიც წარმოადგენდა საკონსულტაციო ასამბლეას 78 პარლამენტარის შემადგენლობით და არ ჰქონდა საკანონმდებლო ფუნქცია. 1979 წელს პირველად შედგა ევროპული პარლამენტის წევრების პირდაპირი არჩევნები. ამავე წლის 11 ივლისს ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს სიმონ ვეილი. ეს იყო პირველი ქალი პრეზიდენტი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ისტორიაში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.